მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლოს შეხვედრას 14 ნოემბერს ჩაატარებს მესხის სახელობის სტადიონზე. საერთაშორისო სამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს მეტოქე ეგვიპტე იქნება. გადაგ მოგხსენებათ, გუნდი დღეიდან იწყებს შეკრებას და შეგიძლიათ ნებისმიერ კითხვით მიმართოთ ჩვენს თავისუფლს, რომელიც ადრეულად ისაუბრებს გამოსახებულ ფეხბურთელებზე, რომლებიც დღეიდან იწყებენ შეკრებას თვასაზე. პირველ რიგში მოგესალმებით. როგორც ვთქვი, ბოლო თამაში არის ამხანაგური ამ წელს. გვინდა რომ ეს ბოლო თამაში გუნდმა გადაჩაატაროს, თამაში მოვიგოთ. შეიძლება კაი ნოტაზე დავამთავროთ ეს წელი. რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია, ბევრი ფეხბურთელი ჩამოვიდა, ჩვენ გამოძახებული ყავდა. მაგრამ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ბევრი სხვა ფეხბურთელი თავისუფლად ამ თამაშზე და ნავიცის ბიჭები რომლებიც ახლა ჩამოვლენ, მოიჩა ყველანაირ ფესტივალის გამავლობაში, ყველანაირად ხელი შეუწყოთ, რომ ყველა დაგაჩერდეს ამ თამაშს და საინტერესო კაი თამაში ვაჩვენოთ ჩვენ უშემოთმევად. როგორც გითხარით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თამაში მოვიგოთ რა. სერიოზული გუნდია ეგვიპტის ნაკრები, ბოლო წლების განმავლობაში ჩემპიონობაზე ინტერესს. ნახოთ, იმედია რომ კაი თამაში, საინტერესო თამაში იქნება. შეიძლება. ორ კითხვას დავაერთიანებ. რა იცით რომ წინააღმდეგის შესახებ როგორ თამაშობს, რა ინფორმაცია გაქვთ, რა ტიპის ფეხბურთს თამაშობს და მეორე ყველა ამხანაგური მატჩი რაღაცა მიზანს ემსახურება, ხომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე კონკრეტულ დავუშვათ დეტალზე ხო არ აღგვირებს მუშაობას და რა არის შეიძლება რომ გავუშვით. რა ფეხბურთს თამაშობს ახლა საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, ყავს ტექნიკური ბიჭები, სწრაფი, კაი დონეზე თამაშობენ შეიძლება ითქვას. არ ვიცი ჩვენ ვინ ჩამოვა, პრინციპში არის რაღაც ცნობილი მაგათ შემადგენლობაში. რა პრინციპს ახლა რო გითხრათ, რომ ეს თამაში დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ მატჩი საფრანგეთთან ვითამაშებთ, მაშინ რაღაც მათ სიმართლეს არ შეიძლება, იმიტომ რომ ახლა მარტამდე კიდევ 4 თვე არის და არავინ არ იცის. ეს უკვე უფრო მეტი ნაკრების თამაშები რო ტარდება, ხო ეს უკვე უფრო მეტი შეიძლება ისე თქვა თვითონ ფეხბურთელების პროფესიონალიზება, თვითონ ფეხბურთელების გომალობა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, საინტერესო არის. ჩვენ მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ნახოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ბიჭები რა მდგომარეობაში არიან და ის ვინც არ გამოვიძახდა, ის ვინც არ ჩამოვიდა, არის იმის საშუალება, რომ სხვები გამოვიძახოთ და სხვებს მიცეთ იმის საშუალება დაგვანახოთ, არ შეუძლია წართ არიან თუ არა ნაკრებში რომ ითამაშონ. Doamne, cauțit da, eudalian transdamočnemu, cauțit informațijalno, dacă ceva ce am văzut transdamočnemu, da, parastiv stavniš čekanči, cauțit tamoše, se leva garda. არა, ტრავმირებული ვარი, იმიტომ არ ჩამოდის არ გითხრია. ტრავმირებული იყო. სულ რაღაც ერთი პირველი თამაში ითამაშა იმ ტრავმის მერე, ეს თამაში კი არა, წინა თამაში, და. ხოლო იმიტომ რომ ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის მოშუშებულიო და პრიუს ამას ის ემატება, რომ ჩვენ ხებასო თამაში გვაქვს, მე მაგათაც თამაშობს პარასკევს და ამიტომ უფრო მეტი ამისგან გამომდინარე ჩვენ. ხო ბალანსად კაპიტანს. არა, კაპიტანს მოვესწრებით მაგას. არც შეიძლება. კაპიტანი როგორია? თუ მოვესწრებით, კაპიტანი კიდევ ორი დღე არის თამაშობს. კაპიტანს მინდოზე ნახავთ. ბატონო, ამათემატ გადახეული თქვენი აზრი მაინტერესებს მედიის მხრიდან ქართული ფეხბურთი რამდენად კარგად შევხვდება და შეიძლება როგორი ხარდა? ნაკრები თავსი კრავენ და ისე აშუქებენ როგორც საჭიროა, ალბათ მოვიტყუებით რა. მაგრამ პრობლემა იმას რომ ვიტყვით რომ ერთი კაცი არ ჩამოვიდა მედიის მხრიდან ამ ორ ოფიციალურ თამაშზე, მე დამოკიდებულა მედიის ნაკრების მიმართ და ყველაფერი გასაგებია და ნუ იმასაც რომ დავამატოთ ტელევიზია, ქონდა იმის საშუალება რომ თამაში ენახებია და არ ანახა, ნუ არ ვიცი რა.
ეს თვითონ თქვენ შეაფასეთ რა მედიის ნაკრების მიმართ დამოკიდებულება რა მე ფაქტებს გეუბნები დანარჩენ უკვე თქვენზე და ხალხზე დამოკიდებულება როგორ შეაფასეთ რა თებერვალში ხო არ იქნება გაახალებული იმდენად საერთოდ ნაკრები ატარებს ხოლმე თებერვალში ცდილობთ რა ნახოთ თუ არის მის საშუალება თებერვალშიც მოხერხდა სამწუხაროდ არც ისეთი ადგილი არის რა ხო რა თქმა უნდა სამწუხაროა რომ მამა გადაეცა ჩვენი გუნდის სახელით წუხარებას გამოხონდა ნუ რა ვიცი ყველანაირად გვერდში უნდა გამოს რა თქმა უნდა თამაში გამოვაკება ჩვენ მეცადეთ რომ თამაში მერე წავედი დასაფლავე ესე რომ სამწუხაროა რა ვიზი არის წუხარებას და წუხის გამოხვა და ხარშილობებით მიწევდა ამის უნაშვილს არწევს ბოლომდე რომ სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და გეთმება თავის ინფორმაცია ნაპოვნი ნუ არ თამაშობ და მე პირველად რო არ ითამაშა თქოს და ვისაუბრებ იმას დაასვენეს ეს არის რამხანაგური ნაკრების თამაშები იყო პლუს უშედეგად თამაშობდა ახლა ბოლოს არ თამაშია ნუ არ ვიცი ალბათ ესეც იმედი მაქვს დროებითია კანდიდატი გრაფიკი როგორ იქნება შეფერებას Надо говорить, да, это надо сегодня вода. Арца очень локомотив зарываться, тогда все закрываться, трещку, Хона так, не было вообще. Я, что? Ну, наверное, в основном на фоне, могу быть на დიდი მადლობა ზარებისთვის. არ შეგვიგებთ, იმდენ რაღაცებს წერეთ ჩვენზე და დადიხარ, მოდიხარ, თამაშებით არის, ის არის ყველაფერი, ისეთ რაღაცებს წერეთ, ეგ რომ რა ვიცი და ხა ერთი კითხვა როგორ აგებადება? მოგზადი ჩვენთან რედაქციაში და გებოდი. რა რედაქციაში რა სახში ხوار მოვა, მე შენ და გაქო დადიხარ რაღაცა ჟურნალისტი ხარ, უნდა შემეკითხოთ, არა? მოგზადი იმდენ რაღაცებს წერეთ, რა ვიცი, რაღაც ფილოსოფიურ რაღაცებს და აქ მოდიხარ, შეგაიგარ თამაშის მერე თამაშის წინ და ერთი რაღაცა უნდა შემეკითხოთ. არ გაინტერესებს თუ შენი აზრები გაწევს? კი ბატონო. ჰა? ინტერვიუ პრობლემა არ იქნება თქო. კარგი.